არა ხარ კიდე მოდი თან მოდი შექმნა მაკაშ ალიკაშვილი როგორც პედაგოგი. 10 წლების წინ, როდესაც მაშინ სხვა სახელი იყო, მაგრამ აი ამ ძალიან ბევრი წლების მანძილზე პრაიმს ყავს დამფუძნებელი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც იცის თავის საქმე, რომელსაც უყვარს თავის საქმე ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად. აი ზუსტად პრაიმმა გადამაწყვეტინა, რომ გამხდარიყავი პედაგოგი, ანუ პროფესიონალი პედაგოგი. ჩამებარებინა მაგისტრატურაზე და ეს გავაკეთე. ვიყავი მანანა ბერიკაშვილის ჯგუფში და 2 წელი ვარ მეტყველების მაგისტრი. კაი, ქარი ქრის. ეხლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა ხდება აქ? რა ქრის? არა, რა ქრის? ქარი. შემდგომში ძალიან ბევრი მეკითხება კიდევ, რომ სად მაქვს სტუდია თბილისში, სად შეიძლება ჩემთან მოვიყვანო ბავშვი და ასე შემდეგ, რატო არ მაქვს ჩემი სკოლა, რატო არ ვხსნი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად რატომ არ ვამზადებ ბავშვებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, იმდენად მაკმაყოფილებს პრაიმში არსებული სიტუაცია, იმდენად ძვირფასია ჩემთვის ის მეგობრობა, ის ურთიერთობა. მინდა გითხრათ, რომ 10 წელზე მეტია ვახსენე, რაც მე მუშაობ პრაიმში და დღეს მე უამრავი ბავშვი მხვდება სხვადასხვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ქალაქში. მოგეხსენებათ, პრაიმი თბილისში მდებარეობს და ჩვენთან სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან ბავშვები და შემდგომში, როდესაც მე მათთან ჩავდივარ, მოდიან უკვე გაზრდილები, უკვე სხვანაირები, სხვადასხვა პროფესიაში წასულები, მაგრამ მათ ძალიან კარგად ახსოვთ ჩვენი სტუდია, ვახსოვავ მადლობა ღმერთს მე და დაუვიწყარია მათთვის ყველა თითქმის აღნიშნავს პრაიმში გატარებული, ასე ვთქვათ, მათი ცხოვრება არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ეტაპი, რომელსაც ვერასოდეს ვერ იწყებენ. რითია გამორჩეული პრაიმი? განსაკუთრებული იმითია, რომ აქ იციან მეგობრობა, აქ იციან ადამიანობა, აქ იციან ერთგულება და აქ იციან საქმისადმი ძალიან მაღალი პროფესიული დამოკიდებულება, რომელიც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულს ხდის და მნიშვნელობას ჩემს ცხოვრებაში ამ საქმიანობას. აქ ჩემს ბავშვებს ვასწავლე ყველაფერი იმას, რაც მე მინდოდა ძალიან, როდესაც მოსწავლე ვიყავი და ვერ ვიღებდი პედაგოგისგან. მარტო აქ საგანზე არ არის საქმე და მთავარი აქ საგნის ვთქვათ, შეყვარება და საგნის გარშემო საუბარი არ არის. მოგეხსენებათ ჩვენ ამ თაობაში, როდესაც ვართ აი რაღაცა გარდატეხის პერიოდში, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს ბავშვებს. და ყოველთვის რაც მინდოდა რომ პედაგოგისგან მივიღო, აძლევ იმათ. ყოველთვის ვარ დაინტერესებული მათი ცხოვრებით, მათთან მეგობრობ, მათ ვესაუბრები როგორც არაპედაგოგი და მათზე რაღაცა ბევრი სიმწოდნე, არამედ როგორც დიდი მეგობარი და ყოველთვის არის ჩვენში ის სანდოობა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მომწერონ და მკითხონ და რაც კი შემიძლია მათ დავეხმარები.
ბევრს ვესაუბრები მეგობრობაზე, სიყვარულზე, ქვეყნის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, რას ნიშნავს ერთგულებაზე, ღალატზე, სიხარულზე, სიყვარულზე, ყველაფერზე. და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ძალიან ბევრი შეცვლილი ცხოვრება, როგორ შეიცვალა პრაიმში მოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება, მისი მსოფლმხედველობა, მისი დამოკიდებულებები, როგორი თავისუფალი გახდა, როგორი უკომპლექსო გახდა და როგორ გაუიოლდა რაღაცა ცხოვრება სოციუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა საგნისა და გარდა იმისა, ჩემი მხატვრული კითხვა, რომელსაც მე სიხარულით ვასწავლე. დამდევს თან, შენი მე სახება, დამდევს თან. ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან. და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი ბავშვია და მათ მშობლებს დიდი მადლობა, რომ გვანდობენ ჩვენ პრაიმში თავიანთ ყველაზე ძვირფას ბავშვებს და ჩვენს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი ცხოვრება გავაბედნიეროთ და გავახალისოთ და გავამრავალფეროვნოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დასამახსოვრებელი გავხადოთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როგორც მოგახსენეთ, პრაიმი დაუვიწყა